შემდეგ მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს მას. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა. თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. იყო 7 ძმა, პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა, ასევე მესამემ 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველა შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას, როცა აღდგებია, იმათაგან ვისი ცოლი იქნება, ვინაიდან 7-ვეს ყავდა ცოლა. იესომ უთხრა მათ. იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არისით არც წერილები და არც ღვთისძალ. ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუ თუ არა მოგეკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანზე როგორ უთხრა ღმერთმა მას, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. მკვდრების ღმერთი კი არა, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი ძალიან სცდებით. ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, მიუახლოვდა და ჰკითხა. რომელია უპირველესი მცნება? იესომ მიუგო მას. პირველი არის ისმინე ისრაელო, უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენით და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს. უთხრა მას იმ მწიგნობარმა. კეთილი მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა. გიყვარდეს იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი, ყველა ყოვლად და საწველსა და შესაწირავზე მეტია. იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა და უთხრა მას. შორს არ დგახარ შენ ღვთის სასუფევლისაგან. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა რაიმე ეკითხა. იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში და ამბობდა. როგორ ამბობენ მწიგნობარნი, ქრისტე დავითის ძეა. ვინაიდან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხომდე შენს ფერხთა სადგამად. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე. მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით. და თქვა თავის მოძღვრებაში. ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ. ხოლო სინაგოგებში წინარიგები და ნადიმებზე წინა ადგილები, რომელნიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. საგანძურის წინ მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო 2 ლეფტა, რომელიც კოდრანს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.
ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწირისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო საბადებელი.